ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შესატანცრულებებს განიხილავდნენ დღეს რუსთავში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა კანონპროექტი რუსთავის მოსახლეობას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნეს. ახალი კანონპროექტის თანახმად უნდა შეიცვალოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მერებისა და გამგებლების არჩევის წესი, უფლება მოვალეობები შეეცვლებათ გუბერნატორებსაც. ითვალისწინებს პირდაპირ არჩევითობას ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერისა და გამგებლების ითვალისწინებს კომპეტენციების კაფეო გამიჯვნას შემოტანილია დასახლებებში საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირება, რომელიც უნდა იყოს ერთგვარი შუამავალი მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტებს შორის და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაცია სჭირდება რეგიონულ დონეზეც გარკვეული ფუნქციების გადაცემა და რეგიონულ დონეზეც სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის ერთგვარი მაკონტროლებელი რგოლის ფორმირება კოლეგიალური ორგანოს სახით. გუბერნატორი, რომელიც რეგიონის მმართველი იყო რეალობაში, ის იყო პასუხისმგებელი მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე და მას ფაქტურად არანაირი ანგარიშვალდებულობა ადგილობრივ მოსახლეობასთან არ ჰქონდა. ჩვენ შემოგვაქვს ინსტიტუტი, როდესაც გუბერნატორს მოუწევს გუბერნატორი თანამშრომლობს ადგილობრივი საკრებულოებიდან არჩეულ წარმომადგენლებთან. ეს უფრო მეტ სიმყარეს შეძლებს ერთი გუბერნატორის გადაწყვეტილებებს და მეორე მხრივ რეგიონის მოსახლეობას არ გაუჩენს იმის განცდას, რომ მათთან გასაკეთებელი საქმეები წყდება სადღაც სხვაგან.